ზუსტად მაგ თემაზე მინდა რამოდენიმე ის გაუშვა, რაზეც ახლა პრინციპში ვფიქრობდი, რა, ქართული გენეტიკა, საერთოდ როგორ შევაფასე და როგორ უყურებ მე. ხო, ეს ქალბატონი როა ის კი ირანელი იყო, ისა რა ქვია, პაციენტი, მაგრამ არ არის ეს კარგად, ხო იცი? არ არის კარგად. არ არის ეს კარგად. შენ კარგად ვარ. აი, ეს ვართ ჩვენ. ეს იუმორია, ცხელნარები, მაგრამ ალბათ ამან მოგვიყვანა აქამდე, ხო? კი, ეგრეა. ხო, და აი ხა ზუსტად ეგ მინდა რა, რატო დავიწყე ამ თემაზე საერთოდ რა, როგორ მინდა გავაგრძელო რა. მოდი, აი ერთი პატარა ის სერგო ზაქარიაძე და ჯარისკაცის მამა მინდა ძალიან მიყვარს ხოლმე ამის გახსენება რა და აი ის კი არა აი რაღაცნაირად სულ მორალზე დაფუძნებული ამბავი არის ქართული გენეტიკური ამბავი და ეხლა რასაც გულისხმობ აგიხსნით რა ესე იგი ჯერ ეს ერთი მიდის ქართველი კახელი კაცი მიდის შვილის მოსაძებნად ომში ხო ეს არ არის რომ გაიწვიეს ან გამოიწვია უბრალოდ რა შვილი მოენატრა და მიდის ომში ეს ყვარი ერთი რა ესეთი რაღაცა ნუ ეს სხვაგან ხო არსად არ მოგხვდარა ნუ ქართველი კახელი კაცი მიდის გოდერძის მოსაძებნად ეხა მეორე ეხა რაც მინდა ყველაზე უფრო ესე იგი არა გარჩევა ამორალური საქციელი თუ არის ო ყველას პასუხს წემს და ყველას თავისებურ პასუხს წემს აი მოდი ვნახოთ რა თუ შეიძლება სამი ვიდეო მოგიმზადეთ ამ იმიდან რა. ერთი არის ის რომ აი მოდი გავუშვით თუ შეიძლება პირველი ვიდეო. მე დამაბრუნე და აგიხსნით ახლა რა მაქვს მხედველობაში რა. აი გავუშვი ის პირველი ვიდეო რა. Уходи, тебе говорят. Отойди, я тебе говорю. Уходи. Отойди. Ну, Курепшан. Вот еще. Давай. Ребята! Иди сюда. Иди посмотри. ერთი ხო არის ხო ნუ ეხ მორალური ამბავია ხო ვაზი აჩეხა თუ რაღაც ომია ხო წესით არ უნდა იყოს ეს ამას ქართველისთვის ეს არის რომ რუსსაც ულაწუნებს რა ეხა მინდა მეორე გაუშვათ რა იქ ხო საერთოდ რა იმას მეორე ამბავი გაუშვით Hey! Was willst du? Подожди. Was ist los? Was ist mit dir? Teufel! Was kann... Hilfe! Hilfe! აქ მეორე არის რომ გერმანელს ულაწუნებს და ნაცისტი ხო? ანუ რუსსაც და გერმანელსაც კიდია რა მოკლედ ყველაფერი და ეხა მესამე და ყველაზე უფრო მთავარი რა რას დღეს ხდება და ვარ საერთოდ არავინ არ იცავს რა. აი ნახეთ მესამე ამბავი რა. Фашистом стал, да? Иди сюда. Вот немецкий мальчик. Иди. Стреляй. Стреляй. Скажешь тоже. Что я, фашист, что ли? ანუ ბავშვების თემა რა ეს უმოწყალოდ რო იხოცებია რა ყველა ომში. აი წარმოიდგინეთ აი ქართველი კაცი და მისი დამოკიდებულება ბავშვებთან რა. ეს სულ მორალთან არის დაკავშირებული ეს ამბავი. არც ერთ სიტუაციაში არ არის რომ იქ ომში წავიდა, გამოიძახეს თუ რაღაცა დისციპლინა ან რაღაცა და რა. არა. მარტო ბრძოლობს და ჩხუბობს და ცემს თუ კლავს თუ მარტო მხოლოდ და მხოლოდ როდესაც მორალზე არის საუბარი რა. ეხა ხო ძალიან კარგად ჩანს ეხა ეს ყველაფერი ამ ერთ პატარა ფილმში რა რომელიც თავიდან ბოლომდე ესე ვთქვათ ქართულ გენეტიკას, ქართულ ხასიათს ასახავს რა.